მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბათუმში ვართ, ბათუმის საპროტესტო აქციაზე. ეს პროტესტი 120-ე ღამეა, როცა მოქალაქეები ისევ გამოდიან საპროტესტო აქციაზე და ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური ტყვეების, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ასევე ამ საპროტესტო აქციების არ მხოლოდ ბათუმში, არამედ ქვეყნის მასშტაბით ამ წინააღმდეგობის მთავარი მგზავნილია ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. პოლიტიკური პატიმრებიდან ერთ-ერთის მზია ამაღლობელის, ჟურნალისტის და გამოცემა ბათუმელების დამფუძნებლის და დირექტორის, რომელიც რჩება პოლიტიკურ პატიმრობაში, ხვალ გაიმართება მის სასამართლო პროცესზე, ხვალ გაგრძელდება უბრალოდ მისი არსებითი განხილვის ხდომა. ჯერ უცნობია ვის დაკითხავენ ხვალინდელ პროცესზე. უკვე დაწყებულია პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა, წინა პროცესზე გამოკითხეს ორი გამომძიებელი, მათ შორის გამომძიებელი თამარ კერესელიძე, რომელმაც დაადასტურა მოსამართლეს რომ მზია ამაღლობელს პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ედო ხელბორკილების ზურგს უკან, იმის მიუხედავად რომ ის არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციელებს. გამარჯვება ვერ თქვა, ვერ გააჟღერა თავის სამართლებრივ დასაბუთება, მაშინ რის გამო გაუკეთა მან მზია ამაღლობელს ხელბორკილები, მაშინ როცა ამის საჭიროება არ არსებობდა. მე შევეხსენებ, რომ მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ საუბრობდა იმაზე, რომ მას ირაკლი გებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსმა სახეში შეაფურთხა, ასევე მას არ მიეცა წყლის დალევის საშუალება და ტუალეტით სარგებლობის უფლებასაც არ აძლევდნენ. ამ ადამიანური მოპყრობის შემთხვევაში საუბრობდა მზია ამაღლობელი და არაერთი პირი ასევე ვინც დააკავეს საპროტესტო აქციებზე ბათუმში, მათ შორის 11 იანვრის აქციაზე ლაპარაკობდა იმაზე, რომ ისინი გახდნენ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბათუმში პოლიციელებისგან, კონკრეტულად კი ირაკლი გებუაძისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მათ შორის არის თემურ ქათამაძე, იგივე გაფარ ილმაზი, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე ბაბუთ იცნობს ყველა. ის რჩება ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. როგორც ცნობილია, ბათუმელი მედროშის ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს ოცნების მთავრობა. მას შემდეგ რაც ის პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა, ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო შემდეგ როცა ის გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან, ამის შემდეგ ის დააკავეს და მისი ქვეყნიდან გაძევების პროცედურები არის დაწყებული. თემურ ქათამაძე ასევე საუბრობდა, რომ მას ფიზიკურად იზოლდა ირაკლი გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსმა, გაშლილი ხელი დამარტყა სახეშიო და 10 პოლიციელთან ერთად ძალადობდა ჩემზე, ასეთი იყო თემურ ქათამაძის განაცხადი. კიდევ ერთი პირი მალხაზ ირემაძე, რომელიც ასევე დააკავეს ბათუმში 2025 წლის 11 იანვარს, იმ დღეს როცა დააკავეს მზია ამაღლობელი, ამბობდა რომ მას ირაკლი გებუაძემ კედელზე ატყვევინა თავი. ამ შემთხვევაში დაწყებულია გამოძიება, თუმცა არა ამ მუხლით, არა ადამიანური მოპყრობის მუხლით, რომელიც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, თუმცა ამ დრომდე არანაირი შედეგი არ დაუდგია გამოძიებას, იმის მიუხედავად რომ ეს დრო გავიდა 11 იანვრიდან ამ დრომდე დაზარალებული სტატუსიც კი არ მიუჭირდათ, მაგალითად მზია ამაღლობელისათვის, რომელსაც ჰქონდეს წვდომა საქმის მასალებზე, თუ რა ეტაპზეა ამ საქმეების გამოძიება და ბათუმის პოლიციის უფროსი ისევ ირაკლი გებუაძეა, მას არც კი შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. როგორც ცნობილია, იმისთვის რომ ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური მიუკერძებელი გამოძიება, ამიტომ მასზე არ უნდა ჰქონდეს გავლენის მოხდენის მცდელობა. მაგალითად იგივე თანამდებობის პირს, რომელიცაც ამხელენ მიმართული პირები დანაშაულის ჩადენაში, ამ შემთხვევაში ირაკლი გებუაძეს. თუმცა ისევ ბათუმის პოლიციის უფროსი არის ირაკლი გებუაძე და მას არც კი შეუჩერებია და არც თავად არ შეიჩერა მან სამსახურებრივი უფლებამოსილება. სამაგიეროდ პოსტი დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ. უცნობია სად გადაიყვანეს ის, ჯერჯერობით არ ეკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს, თუ სად დაანიშნეს, ან დაანიშნეს თუ არა სადმე გრიგოლ ბესელია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ასევე თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვალძემ. მან Facebook პოსტით განაცხადა ამის შესახებ და იმავე დღეს ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა
პოლიციელი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი, რომელიც დაანიშნეს ამ პოსტზე და პოლიციელი ამ შემთხვევაში უკვე დასანქცირებული პოლიციელი გახდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ფორმალური პროცედურა ასეთია, რომ ხვალ შეიკრიბება აჭარის უმაღლესი საბჭო რიგარეშეს ხდომაზე და იქ დაამტკიცებენ მთავრობის ახალ შემადგენლობას, თუმცა თამაზაშვილი არც ერთი მინისტრის შეცვლას არ აპირებს და უმაღლესი საბჭოს მონაწილეობაც ფორმალური ეწელა მკაფიოდ ჩანს ამ პროცესში. რას ნიშნავს, როცა პოლიციელი ხდება და შესაძლოა დასანქცირებული დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პოლიციელი ხდება აჭარის მთავრობის არლეგიტიმური თავმჯდომარე, რას აჩვენებს ეს, მოდით ვკითხოთ ბათუმის აპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც დღესაც გამოსული არიან ქუჩაში. მოგესალმებით ბატონო არჩილ, მინდა რომ გაგესაუბროთ არჩილ გუჩვანიძე, თქვენთვის რას აჩვენებს ის, რომ უკვე პოლიციელი გახდა, პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი გახდა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, საუბარია სულხან თამაზაშვილზე, რომელსაც მართალია ხვალ დამტკიცებს აჭარის უმაღლესი საბჭო, ასევე ანტიკონსტიტუციური არალეგიტიმური ორგანო, თუმცა ძალიან მკაფიოდ ჩაასკვენ, რომ ფორმალურია ამ ორგანოს მონაწილეობა ამ პროცესში და ის უკვე დანიშნულია. რას ნიშნავს, რომ პოლიციელი ხდება აჭარის მთავრობის მეთაური თქვენთვის? უპირველეს ყოვლისა მე აქცენტს გავაკეთებდი არა პროფესიაზე, შეიძლება თქვა გახდეს პოლიციელი, თქვა გახდეს პოლიტიკოსი, გახდეს ბიზნესმენი. აქ საუბარია პოლიციურ რეჟიმზე და ნიშნებზე ბევრი საუბრობს. პრობლემა, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ეს პიროვნება არის სანქცირებული და როდესაც სანქცირებული პიროვნება იკავებს ესეთ ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობას, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. პრობლემაა ქვეყნისთვის, ბუნებრივია, იმიტომ რომ უნდა წარმოადგინოს რეგიონი და უნდა წარმოადგინოს ქვეყანა, იმიტომ რომ თავის პოლიტიკური რანგით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურა მთლიანად ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს ევროინტეგრაციის პროცესს, კიდევ უფრო გაართულებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს და ეს არის ერთგვარი განაცხადი და ეს არის ერთგვარი ვექტორი. როდესაც ადამიანი, რომელიც არის სანქცირებული მიტინგების დარბევაზე, რაღაც გარკვეულ უკანონო საქმიანობებზე, უკანონო მომხრობაზე, ხო, აი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ. ბუნებრივია ეს არის ერთგვარი ვექტორი, ერთგვარი მინიშნება, თუ საიწავა პროცესები და საიწავა ეს სიტუაცია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს არის უარყოფითი. დაისახება მთლიანად რეგიონს და ქვეყნის პოლიტიკურ რაობაზე უახლოეს პერიოდში. დიდი მადლობა, ეს არჩილ გუჩვანიძე იყო პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ბათუმში. სწორედ ის საუბრობდა ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში. გოჩა მჟავანაძის პოზიცია მოვისმინოთ. გოჩა, მინდა რომ გაგესაუბროთ გოჩა მჟავანაძე, ასევე მარიამ ქაჯაია. მოგესალმებით. რას აჩვენებს გოჩა თქვენთვის ის, რომ პოლიციელი დაანიშნეს, დასანქცირებული პოლიციელი დაანიშნეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ? პოლიციური რეჟიმი ძემლე იყო, მაგრამ ახლა აქტიურად რეგიონებშიც განამტკიცეს პოლიციური ძალები. და ვფიქრობ, რომ ოფიციალურად გააფორმეს, რომ ქვეყანას მართავს ძალოვანი სტრუქტურები. რატომ დასჭირდა ეს ივანიშვილს თქვენი აზრით? ანუ რეპრესიების ახალ ტალღას იწყებენ ჩემი აზრით, როგორც ვხდები და რეგიონებშიც, სადაც პროტესტი არის და ხალხში არის მუხტი, ფიქრობენ, რომ ეს პროტესტი და მუხტი გადატეხონ ძალისმიერი მეთოდებით. მე პირადად ეგ მოლოდინი მაქვს. თან ისეთი ადამიანი შეარჩიეს, რავი, სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ მორალურად. ეგ რას ნიშნავს, რომ გაუთხრათ ასე ჩვენს მაყურებელს, როცა დიდი ბრიტანეთი ასანქცირებს კონკრეტულ თანამდებობის პირებს, მათ შორის პოლიციელებს და მათ შორის ჟურნალისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევის გამო. ეს არის, რომ დასავლეთი ამბობს, რომ ეს ადამიანი ზოგადად ცივილიზებული სამყაროსთვის არის დასმული და მიუღებელი და არავითარი, ანუ ფინანსური ტრანზაქციები მის სახელზე ვერ მოხდება დასავლურ სამყაროში. ანუ ის კომერციული ბანკები, ფინანსური ორგანიზაციები, რომელთაც ლონდონის ბირჟაზე აქვთ, ანუ აქციები განთავსებული, არ უნდა მოიმსახუროს სანქცირებულ ადამიანს. სავიზო სანქცია არ ადევს. ფინანსური სანქცია არის, რომელიც უფრო მძიმე სანქცია მოიცავს სავიზო სანქციებსაც და ასევე ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებსაც. და რავი, ნახოთ, ანუ ჩემი შეხედულებით და ნორმალური სახელმწიფო რო გქონდეს, ხო, რავი, ხელზე უნდა იყოს ხელფასი გამომისავალი. დარიცხვით და უნაღდო ანგარიშვალებით
სახელმწიფო განმავლობას ვერ უნდა მოხდეს წესი. ანუ ხელფასი ვერ უნდა იყოს მანწესით ბარათით, ხო, რაც შეესაბამება კანონის მოთხოვნას. საქართველოს ბანკი, BC ბანკი, ლიბერტია, ჩვენი კომერციული ბანკები საქართველოში ფუნქციონირებს, რომლის საფონდო ბირძაზე ვაჭრობენ, განთავსებული აქვს აქციები და მე ვფიქრობ ვერ მოემსახურებია მიუხედავად იმისა, რომ ნათია თურნავა ეროვნული ბანკის ეგრესოდებულმა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ ეროვნული ბანკი კომისიის საბჭო, ეროვნული ბანკის საბჭოდან ხალხი წავიდა, ვინც მორალურად და რა ვიცი, პროფესიული ამბიცია ჰქონდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ. იმ გადაწყვეტილების მიუხედავად არ უნდა მოემსახურონ, იმიტომ რომ რავი, მაშინ გამოდის, რომ დასავლურ სამყაროს და ლონდონის საფონდო ბირჟის წესებს ეწინააღმდეგება და ნახოთ დაველოდოს საკმაოდ საინტერესო მოვლენები განვითარდება, მე ვფიქრობ და ჩვენ რავი პროტესტს ვაგრძელებთ, უწყვეტი პროტესტის 120 დღეა და ვფიქრობ, სანამ შედეგს არ მივახცევთ და ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ეს პროტესტი არ შეჩერდება და რა ვიცი, სულხან თამაზაშვილი კი არა თვით ვახტანგ გომელაუიო ჩამოიყვანა და დანიშნა ალეგიტიმურ თავმჯდომარედ, მაინც ვერაფერს ვერ გახდებიან და ჩვენ აუცილებლად გრიგოლ ბესელემ დატოვა სევთანობა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ისიც დასანქციერებულია სხვათა შორის და ჯერჯერობით არ ამოვშვის, სად გადაიყვანეს, სად დანიშნეს გრიგოლ ბესელია, ასე მის ასვლა დანიშნეს შინაგან გიორგი ბუხრაშვილი, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს ვანო მირაბიშვილის პრეს-სპიკერი. ანუ გადადგას როცა ვამბობ, მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ არავინ თავისი ნებით არ გადამდგარა, ყველა გაუშვეს. თორნიკე ლიჟბადი მივიღე გადაწყვეტილება არის ყველაზე სასაცილო ორსიტყვიანი ანეკდოტი, მე ვფიქრობ. ვინ ეკითხებოდა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მიწერეს, დაურეკეს და უთხრეს, რომ წავიხვიდეო. ისე იქნებოდა გრიგოლ ბესელიაძე, რომელიც დაზიანებული ფიგურაა და რავი, რეპუტაციულად პოლიციურ სისტემებში წესით არ უნდა გადაიყვანონ. და არ ვიცი სადაა გადაყვანილი, სავარაუდოდ სადმე დანიშნავენ და სანამ ხელისუფლებაში არიან არ დაჩაგრავენ და პირიქით დააფასებენ, ისევე როგორც მისი მოადგილე დავით ათაბეგაშვილი დანიშნეს ბელორუსიაში საელჩოში ატაშე. კი, პოლიციის ატაშეა. რას უკავშირდება ეს საკადრო ცვლილებები, რატომ მოუნდა ამის გაკეთება, ან რა მაიძულა ამის გაკეთებისკენ ივანიშვილის რეჟიმი? დაზიანებული საჯარო ფიგურებზე იდგა. მაგრამ ზრუნავს ამ იმიჯზე, ადარდებს იმიჯი ივანიშვილის რეჟიმს. ზრუნავს ნაწილობრივ და პლუს ამას ახალი ძალები და უფრო რეპრესიებზე უფრო მეტად წამსვლელი ადამიანებით უნდა ჩანაცვლეს, რომელსაც მორალური ბარიერი უფრო ნაკლები ექნება. არც წინამორბედებს ჰქონდათ ჩემი კონტაქტიდან და კომუნიკაციიდან გამომდინარე, მაგრამ ესენი უფრო დაბალი ბარიერის მქონე იქნებიან. რა ვიცი, პოსტში დაუნიშნეთ სოციალში და აქაც მინდა გავიმეორო, რომ უცნაურმა ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა დავით ათაბეგაშვილი გადაიყვანა მის მშობლიურ რუსული გავლენის მქონე ბელარუსში, იმიტომ რომ პირადი კომუნიკაციიდან გამომდინარე ეს ადამიანი იყო მენტალურად რუსი, სტალინისტი და რა ვიცი, ანუ ამას არ მალავდა ამ პოზიციებს აღშეღებოდა დავით ათაბეგაშვილის საპროტესტო აქციებზეც. რავი, დემოკრატიო მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაო, სოფლიოშიო ისტორიაში ყველაზე კარგი მმართველი სტალინი იყო და საბჭოთა კავშირის დროს სოლოდა ხალხი ბედნიერათო და ესეთი ადამიანისთვის მშობლიური მისთვის კომფორტული გარემო არის ბელორუსია და ნამდვილად დააწინაურეს და გადაუხადეს ის საფასური და ის ჯილდო გადასცეს, რომელსაც მისი მოქმედებით და მისი რეგიონში ჩატარებული და გადადგმული ნაბიჯებს დაიმსახურა. ჯერ კიდევ რჩება თანამდებობაზე ბათუმის პოლიციის უფროსი რეგ დგებოაძე, შეიძლება ის ხვალ დაკითხო კიდევ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზიამაღლობელის პროცესი გაიმართება ხვალ. გაგრძელდება არცებითი განთავის ხდომა. საწინააღმდეგო ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ ჩემი როგორც ერთი მოქალაქის აზრით, შეიძლება არც იყოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსად, ეხლა გადაყვანილი ყავდნენ შეჩერებული კონდეთ უფლებამოსილება, ჩემი და შეიძლება ამას მალავდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სტიკერებია გაკრული, აგერ ქუჩაში და ამ სტიკერებს ელვისის ნაბი დანადგურებდნენ, როცა იყო დგებოაძე და მე ვფიქრობ უკვე აღარ ანაღლებს. გულისხმობთ ამ სტიკერებს, რომელიც აი ბოწკინდებზე გაკრული, ირაკლი დგებოაძე ქალზე მოძალადე. ბატონო და ეს დგებოაძე რო იყოს თანამდებობაზე მოქმედი პირი, ამ სტიკერს არ გააჩერებდა არავინ. ჩემი აზრით, რადგანაც ამ სტიკერს შესაძლებელია, როგორც ჩანს უკვე აღარაა მათთვის
ანუ მათი რიგებშია რეგიონში გადაყვანილიყავ ჩემი აზრით, მაგრამ სავარაუდოდ ანუ თუ არ ყავთ გადაყვანილი, მოუწევთ გადაყვანილი, იმიტომ რომ ბესელიაძე უფრო მეტად დაზიანებული ფიგურაა, უფრო მეტი კრიმინალია, უფრო მეტი მოძალადეა და რავი, რეგიონში შეიძლება რაღაც მომენტში გაუვიდათ ეგ ძალადობა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაუვართ და შიშია ამბავი. თან თვითმმართველობისთვის არჩევნებისთვის ემზადებიან და რავი, ესეთი დაზიანებული ფიგურებით გასვლა თვითმმართველობის არჩევნებზე თუნდა სამხრივად რო იყოს მონაწილეობა და ოპოზიციურმა პარტიებმა. ხო, ოპოზიცია მაინც არ მონაწილეობს ამ არჩევნებში, არ ფიქრობ, რომ ზრუნავენ რაღაც ამ იმიჯზე, რომ წინასაარჩევნო, ანუ ახლდება არჩევნების პერიოდი და ჩვენ ახლა ეს იმიჯი უნდა გქონდეს რაღაცა სუფთა, ანუ ამაზე ზრუნავს ახლა ქართული ოცნება. სავარაუდოდ და ისეთ ანუ ნაკლებად დაზიანებული პიროვნებები გადმოყავთ რეპუტაციულად ან დაზიანებული, რომელიც რეგიონში არ არის ცნობილი მის შესახებ. ანუ პირადად არ გამოსცადეს რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ საკუთარ თავზე და საკუთარი თვალით არ იხილეს, ანუ იმ ხალხის მოქმედებები ჩემი აზრით. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს პოლიციის ბუხრაშვილის საზოგადოებისთვის ცნობილია მისი მოქმედებები და განმარტებები 2012 წლის ბეშუმის ფაქტთან დაკავშირებით. და რავი, ანუ რეჟიმის და სისტემის მიმდევარი და შემსრულებელია უსიტყვოდ როგორც ჩანს, იმიტომ რომ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებაში თვითონ მონაწილეობდა. მანამდე სააკაშვილის ხელისუფლების სააკაშვილი მერაბიშვილის პრესპიკერი იყო და ბოლომდე ედგა გვერდით სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა, მე როგორც ჩანს გადაბარგდა და იმავე ხელისუფლების პირველი პირის დაკავების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და აგრძელებს თავის პოლიციურ საქმიანობას. ანუ ნებისმიერი დავალების უსიტყვო შემსრულებელია ჩემი აზრით და ჩემი მოლოდინით და დანარჩენი ნახოთ ჩვენ აქ ვართ და დავაკვირდებით მოვლენების განვითარება. მადლობა. ეს გოჩებ ჟავანაძე იყო პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი, თქვენ მას უსმენთ ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ვიდრე გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით საღამომშვიდობისა. რას ფიქრობთ ახალ გადაწყვეტილებაზე, როცა შეიცვალა ბათუმში პოლიციის უფროსი, აჭარის პოლიციას ახალი უფროსი ყავს და პოლიციელი ასევე დაინიშნა თორნიკე რიჯვაძის ადგილზე. ის არის ახლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ეს რას ცulis თქვენთვის? არაფერს. უფრო უარესად იქნება ჩვენი ცხოვრება. მე ასე ვფიქრობ. რატო ფიქრობ, რომ უარესად იქნება? უარესად. ამდენი წლებია მე ვბრძოლობ ჩემი საკუთარი პირობებისთვის, მაგრამ არაფერი შედეგი არ აქვს. დრო მითავდება, სადაც დროებით ვცხოვრობ, სადაც დროებით ჩემი ვეშია, იქაც თავდება იგი და დღეს გამაფრთხილეს, რომ წაიღე შენი ვეშებიო და ალბათ მოვიტან აქა და აქა ქუჩაში დავაწყობ და დავწვევი ჩემი ავატყოფი შვილის. ვინც არის ის თქვენ შესახებ ეთქვი მაყურებელს, რომ თქვენ ხართ უსახკარო. მე მინდა ნანუკამდე მივიდეს ჩემი თქვენი პრობლემის შესახებ, ხო? მაგრამ მისი ფონდიც ასევე დაღადაღებულია, ხო, ნანუკა? მაგრამ უნდა ისა, მინდა რომ მან თვითონ გაიგოს ჩემი პრობლემა. თქვენ ხართ უსახკარო ქალი მარტოხელა, რომელიც საწყავს შუშუმუშვილი, ხო, შუშუმპერიშვილი. დაწყლებია იბრძვით იმის გამო, რომ მიიღოთ საცხოვრებელი, მაგრამ ამ მოთხოვნის შესრულებას ვერ აღწევთ. ვერც ვერიაში, ვერც აჭარის მთავრობაში და არავინ არ მიიტანა გულხსოვნის პრობლემა. ქირით მაინც დამაფინანსდა, ქირი. და კიდევ ფიქრობენ, რომ როგორ იქნება აქ. უჭირთ ძაღლ. აი თორნიკე რიჯვაძის წასვლა რას ნიშნავს თქვენთვის? თქვენ მახსოვს მოეწყოთ ერთ-ერთი პერფორმანსი, როცა მოიტანეთ მუყავის კუთები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობისგან და მუყავის კუთში ჩაწეკით და თქვით რომ აქედან აღარ წახვიდოთ. ღამეებიც კი გაათენეთ შემდეგ თქვენ აჭარის მთავრობის სახლის წინ უსახკაროება რამდენიმე ქალმა, მაგრამ ამის მიუხედავად თქვენ ამბობთ იმას, რომ არავინ არ შეისწავლა თქვენი პრობლემა, არც კი მოსულან თქვა იმ საცხოვრებელში, სადაც თქვენ ახლა აფარებთ თავს, ხო? ამ საპროტესტო აქციის შემდეგ რა შეიცვალა თქვენთვის? დაინტერესებთ თუ არა ვინმე? არავინ არაფერში არ დაინტერესებულა, არავინ. ჩემნაირი ხალხი აღარ უნდათ ალბათ ამ ჩვენ ოცნების ხალხს. არ აინტერესებდა. მარტო თავის თავზე ფიქრობენ და მეტი არაფერი. ხალხისთვის არავინ არ გახავს. რის მიწევას ცდილობს ივანიშვილი თქვენი აზრით? რა სურს მას? კიდე გააყალბოს არჩევნები რა. გააყალბოს და გათოს მან თვითონ მუდმივად სანამ ცოცხალი.
მადლობა, ეს მაგული ფუტკარაძე იყო, უსახლკარო ქალი, შუშუმიშვილის დედა, მარტოხელა დედა, რომელიც წლებია ითხოვს საცხოვრის, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი მისთვის, რომ მას გადასცენ და მასთან მიშვილს ჰქონდეს რაიმე ბინა ამ ქალაქში. მაგრამ წლებია ამოთხოვნის აქტური დასვის მიუხედავად ის მის ამოთხოვნას არავინ არ ითვალისწინებს როგორც საჯარო მთავრობაში, ასევე ბათუმის მერიაში, დღეს ის ბათუმის საპროტესტო აქციაზეა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკადრო ცვლილებებზე, რაც ახლა მოხდა ბათუმში, მათ შორის როცა პოლიციელი დანიშნეს, სულხან თამაზაშვილი, დასანქცირებული პოლიციელი დანიშნეს საჯარო მთავრობის თავმჯდომარედ. მე ვფიქრობ, რომ ახლა ერთი რო წევა და ვარესი მოვდეს, არც ჩვენ მაიგინდა 4 თვეა და მე-5 თვე აქანე თულა გავართ ხალხი. ჩვენ დასანქცირებული 129 დღეა. ხო. თამაზაშვილი ჩვენ დასანქცირებული იმას არ გვინდა და აჭარაში ხალხმა უნდა არირჩიოთ ჩვენი თავრობის ხალხი. ხოლო უმაღლესი საბჭო აირჩევს. ჯერ დანიშნული არ არის, უმაღლესი საბჭომ უნდა აირჩიოს ხვალ. ნო და ჩვენ რა გვინდა ისეთი ვარესი რომ მევიდეს, ჩვენ გვინდა რომ უკეთესი ვიღაცა მევიდეს და უკეთესი ცხოვრება წევიდეს და ჩვენი მომავალი თაობა უკეთესად ცხოვრებდეს, არა უარეს მდგომარეობაში ჩავარდნილ. არ თქვენ ფიქრობთ რომ ეს უარესია? რა ვიცი, ერთ ველაპარაკობს ხალხი და მე რა ვიცი ახლა. თქვენ რას ფიქრობთ? მეც ვფიქრობ, რადგან პოლიციელია და რადგან რა ვიცი, სად ნამუშევარია ჩვენ ესეც არ ვიცი. არა, ვიცით რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, დაასანქცირეს სწორედ იმის გამო, რომ ის საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეპყრობოდა უკანონოდ და დაარღვია მათი უფლებები, ასევე ჟურნალისტის უფლებები და ამის გამო დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა. მან ეს საქართველოს ვერ უნდა იყოს. რა თქმა ჩვენ აქანი უფროსი. რა ვიცით, ყველდაზე კიდე რა მოხდება და კიდე გადაისვნა და რა ვიცით, ისეთი დავნიშნოთ, რომ მომავალი კაიყოს და კაი ცხოვრებას მოვკიდოთ ხელი და ერთი ამერის უთქოთ ქართველმა ხალხმა, სულ ბრძოლაში როგორ უნდა ვიყოთ, სულ ბრძოლა დევიღალეთ, მე რამდენი თაობა მოდის და ბრძოლაშია საქართველო. ერთი ხომ თავისუფლება უნდა გვეხიჩოს რა. ყველა ჩვენ ქალაქში შემოდის და ჩვენ ვინმეს და ვერ შევდივართ ისე რომ ქართველები ვიყოთ სადმე თავისუფალი. ყველგან საპრობლემო რაღაცაა ქართველებს. მადლობა, ეს ლეილა მორთულაძე იყო მოქალაქე. მოდი დარიჯანი შარაბიძის მოვისმინოთ. როგორ? რუხაძე უკაცრავად. თქვენ რას ფიქრობთ ამ ცვლილებაზე, როცა პოლიციელი დანიშნეს მთავრობის მეთაურად? ვაის გევეყარე, უშევეყარე, ისე არ გახდეს, გობია. არ ჩამოვიდეს ბათუმში. აუჭედავთ კარებს, იმიტომ რომ 3-4 ავტობუსი მაქვს გამოცლილი. აგერ მიტინგზე ვარ მოსული და გავიგე ძალიან ცუდი ადამიანი ყოფილა. ბოდიშ მოუყდი, თუ ვარ, კერტყუნდები. ამდენი ხალხი გამიწევს ცუდია, значит ცუდი ყოფილიყარ ადამიანო და არ მოხვიდე ჯობია. ვაი და უი ვეყოფა. რადგან პოლიციებია და გავიგე რომ ხალხს ცემდა, ჯერ დასანქცირებულია. არ წვენია დასანქცირებული კაცი მოდიხარ და ყველა თანამდებობას იკავე. დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ის და მაინც ვერ უნდა იყოს ხელფასიც პარადზე, რომ ამის უფლება არ აქვს ეს საბანკო სისტემას. არ ჩამოხვიდე, არ დაჭდე მაქსიმუმ. ხოლ მას ამტკიცებს უმაღლესი საბჭო და ვინ არის უმაღლესი საბჭო? ვინ? ხავს ხელისუფლება საერთოდ? ხავს? ახლა რომ გამოვიდნენ და ტელევიზორი აჭრელებულია, ამას უზამთ, იმას უზამთ, შუშუმებინებს და ისე და ასე. რატომ არ შობა დღესვე? ყველვე რატომ არ უფორმებს ამ ყველაფერს? ამდენი სახლებია და აგერ ადამიანი, აგერ ტირის, რომ ეს სახლი კარიერა. ხო შეიძლება რომ შეუშვას, დინებში შეუშვას. რატომ? კაფსულა რომ ჩაგდო, კაფსულის ჩაგდებამდე ხო შეიძლება და ეს ადამიანი შეუშვა. ფინანსი და ფული გადაურჩება ნაკილეებში რომ არავისი ამჯერა ამ თავრობის ამჯერა აიკრას გუდანაბადი ყველა მისმა პარლამენტარმა და დანარჩენმა პოლიციაში მომუშავებდა და თუ გინდა მოსამართლეები საერთოდ უნდა გამოიცვალოს საერთოდ უნდა დაიწყოს ახალი თაობიდან ძალიან მიხარია რომ ახლა ახალგაზრდები აი თავრობის გამოვა ჯოხეთ ხელში რომ მეხმარებიან და რომ აცილებენ და პატივს რომ ცემენ ხო და ხედავ ასეთი არ მეხცევიან მარტო მე სხვებსაც ძალიან კაი ახალგაზრდობა გააყენონ ახალგაზრდებს რატომ მოუნდათ პოლიციელის დანიშნა ივანიშვილს რა გათვლა აქვს ამ აი ზუსტად მაგაშია რომ კიდე გამოზდის მისებურად და დამცველი ეყოლება
პოლიციის მეტი არავინ არ ყავს დამცველი. გამოვიდეს ერთი ქალაქში, უცინ მეფეები გადაიცვებდნენ კაცზე და დადიოდნენ ქალაქში. ხალხში, ხო? მოისმინოს ერთი ვინმე თუ უტყვის ივანიშვილზე. ჩემს მეტი კი არა, ყველა გადაშენდეს და გადაბნელდეს და რასავივას ამბობს ხალხი. გადაბნელდეს მარტო და გადაშენდეს. არც იმის ადგილი ამ საქართველოში. მადლობა ის წავიდე. დარეჯან რუხაძეა მოქალაქე. არ ჭირდება არც ერთი იგი რა არჩევანი. არც ერთი არჩევანი. კიდო ემზადებიან საარჩევნო დროზე კიდო გააღალვა. მაგენც არ არის შეტევები. მე წინ ორი ნაბიჯით ვერ ყავს გაგვასწრებენ. ყველანაირი თურქები. წავიდე. მადლობა ეს დარეჯან რუხაძე იყო. ასეთია მოქალაქეების გზავნილი ბათუმის საპროტესტო აქციაზე. მოდი გავისაუბროთ კიდე რამდენიმე მონაწილეს ბათუმში დათოს ხედავ ჯინჭარაძეს. მოგესალმებით დავით, შეიძლება ერთი წუთით. მოკეთ ეს ვეკითხებით მოქალაქეებს მათ პოზიციას, რას ნიშნავს მათთვის და საერთოდ ასე თქვენი მოსაზრება. მათ შორის როგორც პოლიტიკოსის თქვენ თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი ხართ. რას ნიშნავს, როცა პოლიციელს ნიშნავენ, თან დასანქცირებულ პოლიციელს, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, რას აჩვენებს ეს თქვენთვის? ჩემთვის ეს აჩვენებს რეალურად, რომ ქართული ოცნება არანაირ დათმობაზე არც ფიქრობს და წამოსვლა. საავტორიტარიზმის ერთ-ერთი გამყარების მეთოდია, რომ პოლიტიკურ თანამდებობებზე დანიშნულ ისეთი პირები, ვისაც ქართული ოცნების პირობებშიც კი არ ქონდა პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება და პირიქით ძალოვან სტრუქტურებში და ისეთ ადგილებში, სადაც საჯარო მოხელის ექსპერტიზა უფრო საჭირო იქნება დანიშნულ პოლიტიკური თანამდებობის პირები. ანუ აღრევა მომხდარა. და ეს ჩემი აზრით არის ავტორიტარიზმის გამყარების მცდელობა, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა უყურებთ, რომ ავტორიტარიზმი გადადის მხოლოდ პიროვნებით დონეზე, ანუ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირება და ავტორიტარიზმიდან რაღაც კუთხით წარდება და პარტიულ ავტორიტარიზმის სახესაც იძლევა. იმის მიუხედავად, რომ ქართულ ოცნებას შეიძლება ამის დიდი გამოცდილება ამ ეტაპზე არ ქონდეს. რა შეიძლება ამით მიაღწიოს თქვენ დაკვირვებით, რასაც ადევნებთ თქვენ ამ პროცესებს, მათ შორის წინააღმდეგობას, რა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მან მართლაც მიაღწიოს ამ ავტორიტარიზმის განმტკიცებას? ჩემი აზრით, აქ საქმის ხმოა ის, რომ ამ საკადრო გადაჭრილობებთან ერთად რა კანონებს იღებს ქართული ოცნება და რეალურად ვისთვის ემზადება. ეხლა ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთი საგულისხმო კანონი რაც მიიღეს, ეს იყო კანონი ცესკოში ცვლილება, რომელიც ადამიანებს დამკვირვებლებს აღანაწილებს საშუალებას იმისა, რომ დააკვირდნენ ID ბარათებს და პასპორტის მონაცემებს და ეგრეთ წოდებული კარუსელები გამოავლენონ. ამასთან ერთად ან კარუსელის გამოვლენა აღარ შეგიძლია უკვე არჩევნებზე. ხდება, რომ რისთვის არის ეს საჭირო, იმიტომ რომ მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებზე არის ეს თუ რაღაცა უფრო დიდი გეგმა შეიძლება აქიდოს და სავსებით დასაშორია, რომ ქართული ოცნებაც ემზადებოდეს, შეიძლება ახლა და მოგვიანებით არჩევნების შესანიშნად ოღონდ. ანუ რიგგარეში არჩევნებისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლებელია ეს იყოს ისეთი არჩევნები, რომლებიც არ იქნება ის არჩევნები, რასაც ჩვენ ამ პროტესტზე ვითხოვთ. ანუ თუკი პროტესტის მოთხოვნა არის არჩევნები განახლებული ცესკოთი შეიძლება არაიდეალური პირობებით, მაგრამ გარკვეული მეტნაკლები დემოკრატიით, სანაცვლოდ ვიღებთ ისეთ გარემოს, მოსუფთავებულ ასე ვთქვათ გარემოს, სადაც მედია იქნება ცენზურირებული, ამომრჩევლებს არ იქნება კარუსელების გამოვლენის შესაძლებლობა, ძალოვანი სტრუქტურები უკვე არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურებიდან, არამედ პოლიტიკური თანამდებობებიდანაც აკონტროლებენ სიტუაციას. ანუ ვიღებთ შეიძლება იდეას 2024 წლის ოქტომბერზე გაცილებით უფრო უარეს სიტუაციას და ამით ასე ვთქვათ ამ არჩევნებით ავტორიტარიზმის გამყარების მცდელობაზე შეიძლება იყოს საუბარი. ამ შემთხვევაში რა ხდება ეს? რა რეაქცია იქნება ამ დროს, ან უნდა გქონდეს ამ დროს ოპოზიციას? ხო, იგივე თავისუფლების მოედანი რას ფიქრობს ამ საკითხზე? თუ გამოვა ხვალ იგივე პრემიერი კობახიძე და იტყვის, რომ კი ბატონო, ჩვენ ნიშნავთ ამ არჩევნებს, ოღონდ უკვე შესულია გარემო უკვე იმ კუთხით გაუარესებულია, ხო, იმ კუთხით, რომ კარუსელის აღმოჩენის თეორიული შანსიც კი აღარ რჩება. ჩემი აზრით ძალიან რთული საკითხია, მაგრამ კი ერთი მხრივ არჩევნების ჩანიშნა პოზიტიურია ჩვენთვისაც, ოპოზიციისთვისაც, მაგრამ აქ საკითხი ის არის, რომ პროტესტის მოთხოვნა არის საკმაოდ მკაფიო. თავიდან პროტესტი მოხდა ზუსტად ისეთ დემოკრატიულ არჩევნებს, ახლა უკვე პროტესტის ნაწილში ჩნდება განწყობა, რომ თავარი მიზანი არის კი არალეგიტიმურია ხელისუფლება, მაგრამ ამ ხელისუფლების გადადგომა რეჟიმის ჩამოშლა.
არჩევნები, დემოკრატიული არჩევნები ამ ჩამოშლის კარგი დემოკრატიული მექანიზმია, მაგრამ თუ კი არჩევნები იქნება ისეთი, სადაც პარტიებს აკრძალავენ, ხო, აქ საუბარი არის, რომ ყველა პარტიის კოლექტიურ ნაცმოძრაობად გამოცხადებაზე და ყველას აკრძალვაზე, ასეთი არჩევნები დემოკრატიული ვერ იქნება და პროტესტის მოთხოვნაც ვერ ჩაითვლება შესაბამისად. ამიტომ ჩვენ ვიგრძენით, რომ თუმცა მთავარი მოთხოვნა დღეს ხო ის არის და ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ გარემოში. დემოკრატიულ გარემოში და თუ ჩვენ ვიგრძენით, რომ რეჟიმი, ასე ვთქვათ, წამოწიკდა და დაიწყო გარკვეულ დათმობებზე წამოსვლა, ოღონდ ასევე არადემოკრატიული ფორმით და ასე ვთქვათ, კიდევ ცდილობენ ჩვენს მოტყუებას შეყოლას რაღაცაში, ჩვენ უნდა გქონდეს საკმაოდ პრინციპული პოზიცია, რომ ქართველი ხალხი პროტესტის მონაწილეები არ აპატიებს არც ერთ პარტიას. ანუ ეს პოზიცია რა უნდა იყოს, რომ არ მიიღებთ მონაწილეობას ასეთ არჩევნებში? არა, ესეთ რთული იქნება არ მიღების, მით უმეტეს სიტუაცია იცვლება ყოველდღე რეალურად. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან სიტუაციის მიხედვით უნდა მოქმედებდეთ. ეს იყო შეიძლება ითქვას ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა ისტორიულად, რომ ვიტყოდით რაღაცას, შემდეგ ამას პრინციპულად არ მიყვებოდა ოპოზიციური სპექტრის ნაწილი და მოსახლეობა რჩებოდა მოტყუებულ მდგომარეობაში. რეალურად ჩვენ ახლა რაც უნდა გავაკეთოთ, მოსახლეობას უნდა მოусმინოთ. ეხლა ჩვენ პროტესტი გვეუბნება, რომ ვიყოთ ძალიან პრინციპულები. ქართულ ოცნებას არ მივცეთ უფლება, რომ მოგვატყოს, შეგვიქმნოს კიდევ რამე მანიპულაციაში და გაიმყაროს დიქტატურა. აღარავინ აღარ აპატიებს არც ერთ პოლიტიკურ ძალას, მორიგ გაყალბებულ არჩევნებს და ორდღიან პაუზას იმის შესახებ თუ რა უნდა გავაკეთოთ. აქ უკვე მე მოლოდინი მაქვს, რომ გაცილებით უფრო დაიძაბება სიტუაცია. ამიტომ მოგვიწევს, რომ მივაწვეთ რეჟიმის ბოლომდე, სანამ მინიმალური დემოკრატიის მოთხოვნები მაინც არ იქნება შესრულებული. აქ სუსის ჩამოშლა მაგალითად არარეალისტური იქნება პირობითად, მაგრამ ცესკოს რეფორმა, თუნდაც ამ კანონის გაუქმება, შეიძლება უფრო რეალისტური მოლოდინი იყოს. დღეს რა არის მთავარი მოთხოვნა თქვენთვის ამ აქციაზე? ჩემთვის სიმართლე გითხრათ, მთავარი მოთხოვნა არის რეჟიმის ჩამოშლა, ამა თუ იმ ფორმით. რეჟიმის ჩამოშლა ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ის პოლიტპატიმრები გათავისუფლებიან, ვინც ახლა გვყავს და ახალი პოლიტპატიმრები აღარ გვყავს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩემთვის რეჟიმის ჩამოშლა ნიშნავს იმას, რომ ვერც არჩევნები და ვერც არჩევნების გარეშე ვეღარ გამყარდება ივანიშვილის დიქტატურა და ეს არის ალბათ ჩემი მთავარი მოთხოვნა, რომ ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობა აუცილებლად უნდა დასრულდეს. ეს არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ქართული ოცნების. და დღეს აი 121 დღეა, როცა გრძელდება და იმართება საპროტესტო აქციები, ხო, როგორც ბათუმში, ასევე სხვა ქალაქში, ასევე დედაქალაქში და ხედავს ივანიშვილიც, რომ ვინცაც აქვს პროტესტი და თქვის რომ უნდა იყოს ქუჩაში, ისევ ქუჩაშია. რა შეიძლება მიაღწიოს აი ამგვარი რეპრესიული მექანიზმის გამკაცრებით, ახალი კანონების მიღებით, იგივე როცა პოლიციელი დასანქცირებული პოლიციელი დანიშნეს საჭირის მთავრობის თავმჯდომარედ. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ამით ის ცდილობს რაღაცა გარანტოს მისი ავტორიტარიზმი, მაგრამ რა კონკრეტულად აი რა უნდა შეცვალოს, ამით რა შეიძლება მიაღწიოს? ქართული ოცნების ამოცანაა, რომ სიტუაციის ან რეჟიმის დასტაბილურება შეძლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროტესტი თუ ბოლომდე ვერ ჩაახშობს და დაიყვანოს მინიმუმამდე, მისცეს ისეთი მართვადი ფორმა, რომელიც მას არ შეუქმნის დისკომფორტს და ასევე სტრუქტურები, ანუ საჯარო მოხელეებზე არის საუბარი, პოლიციაზე არის საუბარი, ყველა სტრუქტურა, რაც საჭიროა რეჟიმისთვის, რომ მოქმედოს, რაც შეიძლება უფრო სტაბილური და ავტორიტარული გახადოს. ჩვენი ამოცანა მეორე ამის საპასუხოდ არის ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ ყოველი 5 რეპრესიული მიღებული კანონიდან პირობითად ვამბობ, არის ერთი ისეთი კანონი, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს. 2019 წლიდან მოყოლებული უამრავი რეპრესიული კანონი მიიღო ქართულმა ოცნებამ, მაგრამ მაგალითად რუსულმა კანონმა გამოიწვია განსაკუთრებული რეაქცია ხალხის. ახლაც 5-6 სხვადასხვა კანონი მიიღეს ცენზურის, მათ შორის მედიის ცენზურის, მალე კიდე ალბათ ბევრ კანონს მიიღებენ და დარწმუნებული ვარ, იქნება ერთი ისეთი კანონი, რომელიც ხალხს კიდევ უფრო გააბრალებს. ეს იქნება ის ბრაზი, რომელსაც ქართული ოცნება ვერ გათვლის ბოლომდე და რეაქციასაც შესაბამისად ვერ გააკეთებს. ხო, ეს თუ წინამდებობის გადასახედიდან, მაგრამ ივანიშვილი რას უყურებს? ანუ ივანიშვილს რის იმედი აქვს? თქვათ იგივე როცა პოლიციელს ნიშნავს საჭირის მთავრობის ხელმძღვანელად, მას რა გათვლა აქვს, რომ ეხლა ის თქვა ქუჩაში ყოველ
საღამოს ესენი აღარ გამოლა ამას ამ ხალხის შეშინება შეძლებს შესაძლებელია რომ მისი გათვლა იყოს არა იმდენად ხალხის თქვათ დაშინება რომ ქუჩაში არ გამოვიდნენ არამედ ის რომ შეიძლება გამოვიდნენ მაგრამ იყოს მცირე რაოდენობა ადამიანების არ წავიდნენ რისკებზე აი მაგალითად დაჯარიმებებით დაახლოებით იმავე მიზანს ემსახურებოდა ანუ თუ კი პროტესტი არის მართვადი მცირე თუ კი პროტესტი არის პროგნოზირებადი ივანიშვილისთვის ის იმ ხელასავთეს არ წარმოადგენს მაგრამ თუ კი პროტესტი ვრცელდება და უფრო პრინციპული ხდება მაგალითად იწყება ეკონომიკური ბოიკოტი პიკეტირება აი ეს არის უკვე ივანიშვილისთვის პრობლემა ამიტომ ამ კადრული გადაჭრუფებებით უფრო ესეთი პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბებით რეგიონების დონეზე რეჟიმი ცდილობს დასტაბილურობას ისეთ სიტუაციაში როდესაც საგარეო ვითარება არც ისე სტაბილურია მათ ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ მაგალითად რომ ამერიკის ადმინისტრაცია დაემთხვეოდნენ ნარატივში მათ შორის deep state-ზე, სხვადასხვა კანონების შემოღებაზე, მაგრამ ეს იმედი ახლა არ გაუმართლებს. და როდესაც ესეთი არასტაბილური საგარეო ვითარება რეჟიმისთვის ამ მაკრო დონეზე, ანუ ესე აი ბათუმის დონეზე, აჭარის დონეზე, დასტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უნდათ რომ პროტესტი იყოს ზომიერი, მცირე, ჩვენი ამოცანა მეორე მხრივ არის რომ პროტესტი იყოს უფრო პრინციპული და უფრო მწვავე და ამისი ორი მაგალითია პიკეტირებები და ეკონომიკური ბოიკოტი ისეთი კომპანიების რომლებიც ქართულზე კავშირში არის. ხო აი რიჟვაძის შემთხვევაში მათ ამ სტაბილურობის განცდა თქვენ ფიქრობთ რომ არ ჰქონდათ რომ აი შეიძლება რაღაც არაპროგნოზირებადი იყო ეს საპროტესტო აქციები მათ შორის ბათუმში მე ვიტყოდი რომ მე ნაკლებ ყურადღებას მივანიჭებდი კონკრეტულ გარემოს შორის რიჟვაძის კონკრეტული პრობლემა იყო თუ არა უფრო იმ გარემოებას რომ ქართულ ოცნებას ჩვევია ყველაზე სტაბილური კადრების გამოცვლაც კი ეს ხშირად მე ვიტყოდი ესეთი მიზეზი გაიხსნება ქართულ ოცნებაში არის ერთმანეთთან რაღაცა მცირე კონფლიქტებში მყოფი ჯგუფები ეგრეთ წოდებული კლანებიც ხშირად ამ რაღაცა შიდა ჯგუფებს შორის გადაჯგუფებებს და დაპირისპირებებს მიყვება პროცესიც. ოღონდ ეს თავისთავად აწმობს ივანიშვილსაც ეს ამ ჯგუფების არსებობა, რადგან შიდა კონკურენცია ამ ჯგუფების ივანიშვილისთვის პირიქით კარგის მომტანია. მას შეუძლია ამ დაყოფილი ჯგუფების უფრო მარტივად გაკონტროლოს. ასე მინდა მეკითხა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ სადაც უკვე გამოჩნდა პოზიცია რომ ვერ გამონახა ასე ვთქვათ საერთო ენა ივანიშვილმა შტატებთან ხო რადგან ცulis ეს ამოცემულობას ივანიშვილისთვის და რა იცნობთ წინააღმდეგობისთვის საქართველოში ძალიან დიდი ცვლილება არის იმიტომ რომ მთელი პროპაგანდისტული ხაზი იმისა რომ ამერიკას თან დალაგდება ქართული ოცნება ჩამოიშალა და რეჟიმს მოუწია საკმაოდ კომიკური რაღაცების გაკეთება მაგალითად ირაკლი ბაბაძე დაანონსა რომ შექმნიდა სახელმწიფოს დეპარტამენტს რომელიც სახელმწიფოს ეფექტურობას გააკონტროლებდა ანუ იგივე ამერიკული დოჯის ანალოგს მეორე რაც გააკეთა რაღაც სტარტაპებისთვის შემოიღებდა განსხვავებულ რეჟიმს გადასახადების უფრო მიზანშეწონილს ცდილობდა რეალურად ამერიკის გარკვეული გადაწყვეტილებების კოპირებას ფარად მაგალითად იყო ესეთი კოპირების ერთ-ერთი მექანიზმი ამ კოპირებებით კომიკური გზა არის გადაწყვეტილების, რომ ქართული ოცნების ამორჩეველს შეუქმნა ილუზია, თითქოს კი შეიძლება ევროკავშირთან ველაგდება ქართული ოცნება, მაგრამ ამერიკასთან რაღაც დავა. ხო, ამერიკა ჩვენს გვერდით, ხო და ჩვენ რაღაც ამერიკოს ვაკეთებთ. კი და ძალიან მარტივია ასეთ პროპაგანდასთან ბრძოლა, იმიტომ რომ ამერიკული სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ განცხადებასაც კი შეუძლია, რომ ჩამოშალოს მთლიანად ეს პროცესი. ხო. რა უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ მოქალაქეებმა, რა უნდა შეიცვალოს სამწინააღმდეგობის ფორუმებში? უნდა გავამწვავოთ. ჩვენი პირველი ამოცანა ალბათ მოდის 9 აპრილი. უნდა მთლიანად მივყვეთ პოლიტპატიმრების ოჯახის დღის წესრიგს. ყველაზე სწორი განცხადება, რაც კი ბოლო დროს გაკეთებულა, იყო ზუსტად ამ ხალხის გაკეთებული. ისინი აპირებენ 8 აპრილს გაათენონ და 9 აპრილს არ მისცენ საშუალება რუსულ ხელისუფლებას, რომ რაღაცა ფარისეულად შეამკოს 9 აპრილის მემორიალი. აქეთ ესეთი პრინციპული დაპირისპირებებით, მუდმივი პროტესტის ფორმებით უნდა გავაგრძელოთ. უფრო გრძელვადიან პროტესტად შეეხება აუცილებელია, რომ ეკონომიკური ბოიკოტი დაიწყოს, აუცილებელია პიკეტირებები დაიწყოს და აუცილებელია, რომ ქართულ ოცნებას არ ქონდეს პროტესტის პროგნოზირების შესაძლებლობა. ანუ
სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დღეს მაგალითად აქ საკონსტიტუციოსთან ვიკრიბებით, თვალ შეიძლება სხვა ფორმით წავიდეთ პროტესტის რამე სხვა სამინისტროსთან, ვთქვათ შევუშალოთ მათ სამუშაო საათებშიც ხელი, ყველანაირად უნდა გავამწვავოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მათთვის კომფორტი ვერ დადგება საქართველოში, თუ კი ისინი ჩვენ აქ არ გვაცდიან ცხოვრებას. ეს არის ძირითადი მესიჯი. მადლობა, ეს დავით ჭიჭარაძე იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი და ასე თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი. მადლობა დავით. ასეთი ეგზამინები ბათუმში საპროტესტო აქციაზე, ეს პროტესტი 121 ღამეა, როცა მოქალაქეები, როგორც ხედავთ, ისევ დგანან ქუჩაში და ძალიან მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების სიმტკიცე და შებართება, რომ ისინი არაპირებენ ამ წინააღმდეგობის გაჩერებას. როცა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს ივანიშვილის ხელისუფლება ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება ცდილობს დაამყაროს ქვეყანაში რუსული რეჟიმი. მოქალაქეების გზავნილი არის ძალიან მკაფიო, რომ ისინი არ დაუშვებენ ამას, მაშინ როცა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხია დღის წესრიგში და ეს საკითხი გააქცევა ივანიშვილის ანტიკონსტიტუციურმა და არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ. მე შევეხსენებთ, რომ ხვალ 7 აპრილს დღის პირველი საათიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხდება მზიამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის ხდომა. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალ სასამართლოს ხდომაზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს მზიამაღლობელის საქმეს. სავარაუდოდ ეს მოსამართლე მიიღებს საბოლოო განაჩენს ჟურნალისტის საქმეზე. 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება მზიამაღლობელს სილის გაწვნის გამო, თუმცა უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაც კი აჩვენებს საქართველოში, რომ სილის გაწვნა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. უფრო მეტიც, რამდენიმე საქმეში უზენაეს სასამართლო ამბობს, რომ მაგალითად ხელის გარტყმა ის რომ იწოვდეს ტკივილსაც არ შეიძლება შეფასდეს ცემად და თუ კი არ შეიძლება შეფასდეს ცემად, როგორ შეიძლება ის განვიხილოთ როგორც თავდასხმად. ასევე ჩვენ მოვიძიებთ არაერთი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებული, როცა მაგალითად პოლიციელს თავში ჩაარტყეს მინის ბოთლი, ან პოლიციელს საზადულში დაარტყეს, ამოარტყეს ფეხი, ან პოლიციელი დაჭრეს მაშინ როცა ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. და ყველა შემთხვევაში, რაც თქვენ ჩამოგეთვალეთ, რაც დამთანხმებით ვერაფერ უფრო მძიმე შემთხვევებია, ვიდრე სილის გაწვნა სახეში, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს არ უთქვამს, რომ ეს იყო პოლიციელზე თავდასხმა. თითოეულ ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო პოლიციელზე თავდასხმა, მართალია ბრალდებულები ამ საქმეებში დაისაჯდნენ სხვადასხვა მუხლებით. ზოგიერთი მათგანი დაჯერებდა კიდეც, მაგრამ დაისაჯდნენ ისინი ვერტბრომ სუბკატეგორიის დანაშაულით, როგორც არის ფიზიკური ძალადობის მუხლი, ან პოლიციის წინააღმდეგობის მუხლი, მაგრამ არა პოლიციელზე თავდასხმა, ასე რომ უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაც კი აჩვენებს, რომ სილის გაწნა არ შეიძლება სილის გაწნა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც დღეს ამტკიცებს პროკურატურა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე. ეს გაყალბებული დოკუმენტები გაიზიარა სწორედ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა და მას შეუფარდა აკვედი ღონისძიების მკაცრი ზომა, ეს არის პატიმრობა. მზიამაღლობელი პროტესტის და შიმშილობდა 28 დღის განმავლობაში. წინა პროცესზე ერთ-ერთმა გამოძიებელმა თამარ კერესელიძემ დაადასტურა, რომ მზიამაღლობელს პოლიციის დეპარტამენტის შენობაში 2 საათის განმავლობაში ეკეთა ხელბორკილები ზურგს უკან, მაშინ როცა ამის საჭიროება არ არსებობდა. ეს დაადასტურა პოლიციელმაც გამოძიებელმა თამარ კერესელიძემ, რომელიც თქვა, რომ მზიამაღლობელი პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მას არ უწევდა არანაირ წინააღმდეგობას, თუმცა ამის მიუხედავად მას მაინც გაუკეთეს ხელბორკილი. გამოძიებელმა ვერ დაასაბუთა რა სამართლებრივი არგუმენტით, რა სამართლებრივი საფუძვლით მიიღეს ეს გადაწყვეტილება პოლიციის დეპარტამენტში, როცა მზიამაღლობელს ხელბორკილი გაუკეთეს. მზიამაღლობელი საუბრობდა იმაზე, რომ დაკავების შემდეგ მას პოლიციის უფროსმა, ბათუმის პოლიციის უფროსმა რეგ გებუაძემ სახეში გაარტყა, უკაცრავად მას სახეში შეაფურთხა, ასე მას არ მიეცა ტუალეტი და სარგებლობის საშუალება, ასევე წყლის დალევის საშუალება არ მისცეს მას პოლიციელებმა. ამ შემთხვევაში დაწყებულია გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. შესაძლოა არა მხოლოდ მზიამაღლობელი ამხელს ირაკლი დღებუაძის ძალადობაში, არამედ ამ დღეს 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული მალხაზ ირემაძე საუბრობდა იმაზე, რომ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მალხაზ ირემაძეს ირაკლი დღებუაძემ კედელზე არტყმევინა თავი, ასევე კიდევ ერთი დაკავებული ამ აქციაზე თემურ ქათაბაძე, გაფარი ილმაზი, ბათუმელი მედროეშე საუბრობდა, რომ იგივე 11 იანვრის საღამოს, როცა ის დააკავეს,
მას ირაკლი გებუაძემ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. თემურ ქათამაძე ამ დრომდე რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი განთავსების იზოლატორში და მისი ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს ოცნების ხელისუფლება. გუშინ ჩვენ გვითხრა ნინე კაკულიამ თემურ ქათამაძის მეგობარმა რომ მას არ მისცეს მედროშეს არ მისცეს ნინე კაკულიასთან ქორწინების უფლება, როგორც სამოქალაქო ასევე რელიგიური ქორწინების უფლება. თემურ ქათამაძემ დაიწყო შიმშილობა ხელახლა 1 აპრილს, თუმცა შიმშილობა შეწყვიტა გუშინ 5 აპრილს და მან თქვა რომ ამ შიმშილობას ჰქონდა სიმბოლური სახე და ის უცხოდებდა სოლიდარობას ჭიათურელ მაღაროელებს. მანამდე თემურ ქათამაძე შიმშილობდა 48 დღის განმავლობაში. ის ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობს ბათუმში და ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას. მას უარს ეუბნება მოქალაქეობის მინიჭებაზე ოცნების ხელისუფლება და პირიქით მას შემდეგ რაც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა თემურ ქათამაძე, იგივე გაფარ ილმაზი, მას ამ ეტაპზე მხოლოდ თურქეთის მოქალაქეობა აქვს. ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით, თითქოს საყენებდა შეურაცხყოფას პოლიციელებს. ბუნებრივია თითოეული მოქალაქე, რომელიც დააკავეს იმ დროს პოლიციელებმა ბათუმის საპროტესტო აქციაზე ერთნაირი ფრაზები ჩაუწერეს პოლიციელებმა გაყალბებულ ოქმებში, რომ თითქოს ყველა ადამიანი, აქციის ყველას მონაწილე 12 ადამიანი თუ არ ვცდები, მათ შორის მზია ამაღლებელი, როცა დააკავეს ადმინისტრაციული წესით ჩაუწერეს, რომ თითქოს ის პოლიციელებს ეძახდა ძაღლებო, მონებო და ამ ფრაზებით მიმართავდნენ და შეურაცხყოფდნენ პოლიციელებს. თითქოს ერთნაირი ასეთი ფრაზები ჟღერდებოდა აქციის მონაწილეების მხრიდან. თუმცა ის ვიდეო კადრები და არაერთი ვიდეო მასალა არსებობს ამ საპროტესტო აქციის ამსახველი, ასევე იყო პირდაპირი ჩართვები, მათ შორის ბათუმელების უწყვეტი პირდაპირი ჩართვა იყო ამ დღეს. არც ამ პირდაპირ ჩართვაში არ ისმის არანაირი შეურაცხყოფელი ფრაზა, მათ შორის პოლიციელების მიმართ გაჟღერებული, თუმცა ის რომ ოქროები გააყალბეს, ეს ძალიან მარტივად ჩანს, როგორც მზიამაღლობელის, ასევე იგივე ციალა ქათამიძის შემთხვევაში, ასევე გურამ ურბანიძის შემთხვევაში, რომელიც ბათუმელების ჟურნალისტია და დააკავეს 12 იანვრის აქციაზე. გურამ ურბანიძემ პოლიციელები თავად სასამართლოს ხდომაზე გამოიჭირა ტყუილში, როცა ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ მის დაკავების შემდეგ ჩასვეს პოლიციის მანქანაში მარჯვენა მხრიდან, მეორემ თქვა, რომ მის ჩასვეს თითქოს პოლიციის მანქანაში მარცხენა მხრიდან. და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დაკავების დროს გურამ ურბანიძე იღებდა ვიდეო კადრებს თავისი მობილური ტელეფონით, სამსახურებო მობილური ტელეფონით და მას ეს ტელეფონი წაართვეს პოლიციელებმა შეუშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების დროს. ეს შემთხვევების არობის არ გამოუძიებია და რაც მთავარია, მოსამართლე არ დაინტერესებულა იმ კადრებით, თუ რა ჩანდა გურამ ურბანიძის მიერ გადაღებულ ვიდეოში, როცა ის იძულებული გახდა, რომ შეეწყვიტა ეს ვიდეო გადაღება დაკავების დროს. სწორედ ამ ვიდეოში გამოჩნდებოდა აყენებდა თუ არა მართლა შეურაცხყოფას გურამ ურბანიძე პოლიციელებს, რაც თქვეს პოლიციელებმა შემდეგ სასამართლოს ხდომაზე, ესეთ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები ჩვენ მოვისმინეთ და მოსამართლე დაეხმნა მხოლოდ მოწმე პოლიციელების სრულ ჩვენებებს და არ დაინტერესდა ესეთი ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულებით, როგორც არის ვიდეო ჩანაწერი. ასევე მზიამაღლობელის საქმეში ვიდეოში ძალიან სასახად ჩანს, რომ მას აკავებს გრიგოლ ბესელია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დატოვა ეს პოსტი და ვიდეოში ეს ჩანს, რომ მას გრიგოლ ბესელია აკავებს, მაგრამ ოქში წერია, რომ ის დააკავა გრიგოლ ბესელია, მაგრამ გოჩავანეძემ, სხვა პოლიციელმა. ასევე ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მზიამაღლობელი თავდაპირველად დააკავეს სტიკერის იფიცება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეზე გაკვრის გამო, ხოლო ოქში ჩაწერეს, რომ თითქოს ის დააკავეს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ დააკავეს იმის გამო, რომ პოლიციელებს აყენებდნენ თითქოს ის შეურაცხყოფას, ეძახდა ძაღლებს, მონებს, ანუ მცნობელ ფრაზებს, რაც ყველა ოქში გაიმეორეს, გაყალბებულ ოქში გაიმეორეს სრულ პოლიციელებმა. ხედავთ სტიკერებს, ირაკლი გებუაძე ქალზე მოძალადე გაკრულია ბათუმის საპროტესტო აქციას ადგილას, როგორც ტროტუარზე, ასევე ბუჩკინტებზე. მოდი გავისაუბროთ აკაკი გვიანიძეს, მოგესალმებით საღამოშიდობისა. თქვენი მოსაზრება რომ გაგვიზიაროთ, რას საჩვენებს და რას ნიშნავს თქვენთვის ის, ან რატომ მოუნდა ივანიშვილს, რომ პოლიციელი, თან დასანქცირებული პოლიციელი დაენიშნა აჭარის მთავრობის მეთაურად. რას ცulis ეს? ფაქტი არის, რომ ყველასგან ივანიშვილი ითხოვს ერთგულებას და ამ ერთგულების დასტური არის ის, რომ მათ არსად არ უნდა მიესწრებოდეთ, არავისთან ლაპარაკი არ უნდა შეეძლოთ
ფაქტი არის რომ ზოგადად გამონათქვამი რომ ძალაუფლება რკნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რკნის ამ ეტაპზე არიან აბსოლუტური გარყვნილების ფაზაში არიან გადასულები და ყველაზე საინტერესო ის არის რომ ამ დროს შიზოფრენიული ფიქრები იწყება ვინმე ხوار ღალატობს ვინმე ხომ არ ელაპარაკება ჩემს მტრებს და მტრებში ამ შემთხვევაში გულისხმობ დასავლეთი ამიტომ ვინმეს თუ სადმე მიესწრება ვინმეს პასპორტით თუ შეიძლება რომელიმე ქვეყანაში შესვლა ასეთი ხალხი არც ერთ დამოკიდებული არ არის ლიჟვაძეზეც ეს ეჭვები გაუჩნდა ივანიშვილს ეს ეჭვები გაუჩნდება და მათ შორის ლიჟვაძე თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გვესმოდეს რომ ეს იყო კორუფციული მმართველობა და ეს უბრალოდ სადღაც წასვლა სტატუსი და ამის შემდგომ ამ ყველაფერზე არ საუბარი ეს დანაშაული არის იმიტომ რომ ჩვენ ამას ბევრი უნდა ვისაუბროთ და ეს დამოუკიდებელ ორგანოებაც უნდა გამოიძიონ იმიტომ რომ არც ერთი მმართველის დროს აჭარაში ამდენი კაურ გადაჭარბებული სამშენებლო პროექტი არ გაცემულა და ჯერ კიდევ ბათუმელებს ამ მასშტაბის წარმოქმნა არ შეუძლიათ იმიტომ რომ ჯერ უმეტესობის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა 2 წლის 3 წლის რომ გავეცით მებართვა ისინი იმათ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა კატასტროფა მოხდება ქალაქში იმიტომ რომ არანაირი ნორმები არ არის დაცული ამიტომ როგორც ჩანს ჩაბეტონება რაც ახლა ჩვენ ვუყურებთ გაგრძელდება კიდევ და კიდევ უფრო მოიმართებს ამის ხარისხი და მასშტაბი ხოდ ისეთი ადამიანები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და ისეთი ადამიანები უნდა ყავდეს მას დასაყრდენად რომლებიც ბარათითაც კი ვერ ისარგებლებენ და კონვერტით უნდა მიიღონ პირადად როგორ უნდა იყოს ხელფასი მთავრობის კონვერტით დაბრუნდა კონვერტების ეპოქა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა კონვერტების დრო არის კონვერტით მიიღებენ თანხას და დანარჩენი ალბათ კორუფციაზე თუ ბიზნესმენის ხელისუფლებას არ უქმნის საფრთხეს კორუფციაზე ხსნილი არის აბსოლუტურად ამიტომ ქეშად ჩემოდნებით ფულს მიიღებენ თანამდებობის პირები ეს არის ალბათ ის რა მართლობაც გრძნდება ამ ქვეყანაში იმიტომ რომ ჩვენ პარლამენტში საუბრობდნენ რომ ვიზა და მასტერკარდი თურმე ზარალი არის ამ ქვეყნისთვის და დიდი თანხები გადის ჩვენი ქვეყნიდან ამიტომ ხო პოლიციის დაყენება კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას რომ რაღაც ვერტიკალი იქნება სადაც კითხვა ბრძანებაზე არ უნდა იყოს, კითხვის შებრუნება არ უნდა მოხდეს და პირდაპირ შესრულება უნდა მოხდეს და რა თქმა უნდა, ამაში ალბათ სისტემის ხალხი ყველაზე გამოსადეგარი არის და ეს ოცნების ხელწერა გახდა. ანუ გასხავს უფრო სახელმწიფო ვერტიკალზე, რა ეს კიდევ უფრო შემოიმტკიცოს ეს ვერტიკალი აბსოლუტური სანდოობა და ამავდროულად არც არ უნდა წაესვლებოდეს. არც დიპლომატიური პასპორტით, არც ჩვეულებრივი პასპორტით, არც თანხების რაღაცა საზღვარგარეთ დაბანდება არ უნდა შეეძლოს ადამიანი, რომელიც სრულად იქნება დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და იმ კონვერტზე, რომელსაც თვის ბოლოს ალბათ გაუგზავნიან მას. ასეთი ადამიანების დანიშვნა მიდის და განსაკუთრებით დაფასებულები არიან. ეს ხალხი ხო ამათ უფრო დიდი რამ მიიღეს ვიდრე ეს თანამდებობა, ხო ისების ორდენები გადაწეს. პრეზიდენტმა ყავლაში არლეგიტიმნო პრეზიდენტი რაზე არის ხო, რა თქმა უნდა, რაზე არის საუბარი ხა. თუ ეს არის ღირსება ადამიანების დარბევა, დაპატიმრება, უკანონობა, დევნა, შანტაჟი, მოსმენა, დაშინება, ეს თუ არის ღირსების ორდენის გადაცემის საფუძველი, მაშინ რა თქმა უნდა კიდევ ბევრი პოლიციელი მიიღებს სხვადასხვა უწყებაში და ალბათ ერთ-ერთი გებუაზე იქნება რომელიც ასევე ამ ლოგიკით იმსახურებს ღირსების ორდენს იმ სრულმოწმეობისთვის და იმ საქციელისთვის რომლის გამოც ის მან თავი შეაძლოა მთელ საერთაშორისო რჩება ის ბათუმის პოლიციის უფროსად რჩება გრიგოლ ბესელისგან განსხვავებით რომელიც დატოვა რამდენიმე დღის წინ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი ალბათ მალე მასაც მოხსნიან შეიძლება რაღაც რამდენიმე თვით დარჩეს უბრალოდ იმიტომ რომ გამორიცხული არის რომ დარჩეს ეს ერთმანეთზე მიბმული კადრები არიან ამიტომ ისინი ერთად მოგზაურობენ ხოლმე როტაციების დროს როგორც უყურებთ ჩვენ ამ სიტუაციას. ხო, საინტერესო ის არის რომ ბათუმ აჭარაში ახალი პოლიციის უფროსი დანიშნეს, რომელიც გიორგი ბუხრაშვილი. კი, ბუხრაშვილი, რომელიც მერაბიშვილის სპიკერი იყო ნაციონალური მოძრაობის. საინტერესო ის არის, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ბეშუმში დახვდნენ და მუშტიკრივით და ქვებით გაუმასპინძლდნენ, ამ დროს ბუხრაშვილი პირიქით ამ ყველაფერს ამ საქციას პირიქით ათეთრებდა, აპრავებდა ბწყალებში და ის იყო ნაციონალური მოძრაობის პოლიციის ერთ-ერთი სახე და დღეს, როდესაც საუბრობენ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე და ნაცმოძრაობის აკრძალვაზე, ოცნებას ეს დიდი ხანია დაწყებულია, ოღონდ აკრძალვა იმ კუთხით, რომ მასთან გადაყავს ნაციონალების საუკეთესო კადრები და საუკეთესო ტრადიციებში მოქმედებს ნაცმოძრაობის, რასაც ჩვენ ხედავდით ამდენი ხნის განმავლობაში. ამიტომ ჩემი აზრით, მხოლოდ დაფასდება ის ადამიანები, ვინც პირველი შეასრულებენ უსიტყვო ბრძანებას, მეორე არცად წახასწრელი არ აქვს, არცად მისასვლელი არ აქვს და არცად გასაქანი არ აქვს, მხოლოდ ასეთი ადამიანები, რომლებიც დამოკიდებული იქნებიან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. მადლობა, ეს აქ გვიანიძე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან გახარია საქართველოსთვის. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში და ისმენთ გზავნილებს ბათუმის საპროტესტო აქციიდან. მოგესალმებით, თქვენი პოზიციაც გითხარით, რას ნიშნავს ის, რომ პოლიციის მეთაური, დასანქცირებული პოლიციელი გახდა ეხლა უკვე აჭარის მთავრობის მეთაური?
მოგესალმებით. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ველოდოთ იმაზე უარეს, ვიდრე აქამდე ხდებოდა აქციის მონაწილეებზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ის რეპრესიები, რომელიც რუსეთში კარგი ხანია მიმდინარეობს და ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდა, იქნება გაორმაგებული და იქნება იმაზე უარესი შედეგი და დაჭერები და რეპრესიები, ვიდრე აქამდე იყო. ეს ერთი და მეორეც ის არის, ჩვენ ვიცით გებუაძის გმირობები აჭარაში, ჭყალებში გმირობები, რისიც წყალობითაც მზია ამაღლობელი დღემდეს არის პატიმარი და პოლიტპატიმარი და რეჟიმის პატიმარი და უბრალოდ ბესელია და გებუაძეც მათთვის უფრო ზედმეტი ესე ვთქვათ ჩირქი, რომელიც უნდა მოეშორებინათ აჭარას, რომ ამ ხალხისთვის ვითომ და რაღაც პასუხი გაეცეს. ანუ არის ორი ვარიანტი, ერთი ის რომ მოაშორეს აჭარას და მეორე ის რომ ველოდებით უარეს, ვიდრე იყო მადლობა მზია ქედელიძეს უსმენთ თქვენ. მოდით ხათუნას მოусმენოთ, ხათუნა ბერიძეს. მოგესალმებით. ხათუნა, თქვენი მოსაზრება როგორ გითხრათ, თქვენთვის რა იცვლება ამით, ან რა განზრახვა ჩანს ამით თქვენთვის ივანიშვილის მხრიდან, როცა მან პოლიციის დასანქცირებული უფროსი, მათ შორის ბრიტანეთის მხრიდან დასანქცირებული თამაზაშვილი დაანიშნა აჭარის მთავრობის მეთაურად. მოგესალმებით, მივესალმებით ბათუმელების მაყურებელს. სიმართლე გითხრათ, აი ჩემი აზრი არის ასეთი ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ის რომ წარმოიდგინეთ თორნიკე რიჟვაძეს როგორ ვიცნობთ ჩვენ მთელი ქალაქი, მთელი აჭარა, ის არის აი რომ ჩემთვის მაგალითად ყველაფრის მკადრებელი ტიპია ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც უკვე გაფუჭდა და წარმოიდგინე ისეთი რაღაც შესთავაზეს, რომ თორნიკე რიჟვაძეც კი არ დათანხმდა. ამიტომ ჩემთვის ეს ცვლილებები არის ძალიან საშიში. ვფიქრობ, რომ ისეთ ადამიანებს ნიშნავენ თანამდებობაზე, ვინც მართლა ყველაფერს იკადრებს ბოლომდე, ადრე თუ ვერაცნობიერებდნენ ეს პოლიციელები, ეს საჯარო მოხელეები და ასე შემდეგ, თუ რატომ ვიბრძოდით თუნდაც, რატომ გქონდა ეს პროტესტები, ეხლა უკვე თითქმის უკვე ფიქრობენ იმას, რომ ძალიან საშიშია ის, რომ უკვე რუსეთის მიერ გამოგზავნილი ტიპები მოდიან უკვე მართლა სათავეში, ანუ ყველაფერზე რომ არიან წამსვლელები და ყველაფრის მკადრებელი და გამკეთებელი, შემსრულებელი ტიპები. ანუ ველოდებით რომ კიდევ უფრო გამკაცრდება და შეიცვლება მასშტაბი ამ რეპრესიების, რეპრესიული მიდგომების. აუცილებლად უნდა ველოდოთ იმას, რომ ან მოხდება ძალისმიერი მეთოდებით, რა თქმა უნდა, ან თითო გადაბირებით და ასე შემდეგ. არჩევენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ვისაც გონია და ვინც ამბობს, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ვინც ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე გადადგა და რა კარგია, სულაც არ მგონია, რომ თორნიკე რიჟვაძე რომ გადადგა კარგია. იმიტომ რომ ძალიან სახიფათოა ეს ყველაფერი. ეს როტაციები, ცვლილებები ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის და მე ძალიან გვიან იქნება, მართლა ძალიან გვიან იქნება, უკვე გვიან არის და არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. უბრალოდ ის რაც ხდებოდა რუსეთში, თუნდაც ერთი ფურცლის გამო ადამიანებს რო აკავებდნენ, იგივე ხდება, თუნდაც ის კანონები რაც რუსეთშია. რუსეთშიც კი წარმოიდგინეთ თქვენ ზოგი რაღაც რაც კეთდება საქართველოში, რუსეთში ისე აშკარად არ ხდება. რუსეთში მაინც ოპოზიციურად განწყობილი ვითომ პარლამენტის წევრები ყავთ და ჩვენთან უკვე ეგეც აღარ არის. მთლიანად ჩაკლა დემოკრატია ბიძინა ივანიშვილმა და თუ კიდევ ვინმეს გონია, რომ ეს მათ სახლამი არ მოვა, მათ არ შეეხება, ძალიან ცდებიან. უკვე მიიღეს კანონი ნარკოტიკების, ანუ კონტროლთან დაკავშირებით, უკვე ის ძველი ბიჭები, აი ეს სასტავები, რომლებიც ეხმარებოდა ივანიშვილის არჩევნებში გამარჯვებაში, უკვე იმათაც შეეხენ. უკვე ნელ-ნელა იმათაც უკვე დაუწყებენ კონტროლს, დაწყებულია უკვე ეს ამბავი და არ ამგონია, რომ ვინმეს ეს აწყობდეს. ასე რომ დროზე გამოფხიზლდით, ამას ვითხოვ უკვე რამდენი წელია. ყოველ ჯერზე შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ვამბობთ პროტესტის მონაწილეები. ჩვენ არ გვიხარია, არ გვეხალისება და საერთოდ არ გვხარია იმისთვის, რომ ამდენი დღე ქუჩაში ვიდგეთ, მაგრამ ქვეყანას ეს ნამდვილად სჭირდება და სანამ დრო არის მოუწოდებ ყველას გამოფხიზლებას. მადლობა, ეს ხათუნა ბერიძე იყო.
მოძრაობა ალტერნატივას ხელმძღვანელი თქვენთვის დაპირებებში. ეს იყო საპროტესტო აქციის 121 ღამე ბათუმში. თქვენის მეგზავნილებს და შეფასებებს ძირითადად ამ სიახლის საკადრო ცვლილებების გარშემო ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭო, რომელიც ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური ორგანოა და ამტკიცებს აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას, კონკრეტულად კი აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, რომელიც მანამდე იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ეს არის დასანქცირებული დიდი ბრიტანეთის მიერ. რაც ნიშნავს ეს საკადრო ცვლილება მოქალაქეებისთვის, სწორედ ძირითადად ამ კითხვას უსვამით ჩვენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბათუმში. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.